9-წლიანმა სააკაშვილის რეჟიმმა შუა ის თაობა, რომელსაც არც ოჯახი უნდა, არც სამშობლო უნდა, არც არაფერი არ უნდა. ჩვენ ვხედავთ ქუჩებში როგორ იქცევიან ეს ახალგაზრდები. ეს არის ტრაგედია. ზოგი ამაზე ხალისობს. კი არ მეცინება, მეტირება ამას რო უყურებ, რომ ახალგაზრდა გოგოები გამოდიან და აი გამოდის ვიღაცა რუსთაველს და შუა რუსთაველს და შარდავს. Ole, ole, kocebis dedisma, doveleva, veni dedis mistroa. Ole, ole, kocebis dedisma, doveleva, trevelevo, veni dedis mistroa. შუა რუსთაველზე გამოდის და ჩახტილი არის. ეხლა ამა რა შვილი უნდა გააჩინოს, ეს შვილებს იყოლიებს და მე იმ შვილსაც თავისი დრო აქვს, როდის გააჩენ, კაცო. 40 წლის რო გახდები, მე რა შვილი უნდა გააჩინო, ყველაფერს ხო თავის დრო აქვს რა. დღეს რა იდეოლოგია მიდის, იცით? ჯერ იყავი, კარიერა გაიკეთე, ჯერ წარმატებებს მიაღწიე და მე მოიყვანე, მე გათხოვდი. კი, მაგრამ მე 40 წლის 35-ის რო გახდები, კაცო, მე როგორ გააჩე, თავისი დრო აქვს. უნდა გამოდიოდეს ამის შესახებ ასევე ექიმები, ამაზე უნდა გამოდიოდეს იმ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, და თქვა, რომ ყველაზე სასურველი დრო ქალისთვის გათხოვების არის 25-26 წელი. და არ შეიძლება ესეთი იდეოლოგია, რომ მოდი იცით რა კარიერა აიწვე და მე გათხოვდი და მე შექმნით ოჯახი. მე გვიან იქნება ყველაფერი. მე ბავშვებსაც მეც ვერ გააჩენ. ჩვენს გარშემო გაიხედეთ, გამოიხედეთ, როგორ მრავლდებიან ერები და ჩვენ პატარავდებით. ჩვენთან ნარკოტიკი, ლუდომანია, გარყილება, ბოზობა, ჩათლახობა ყველაფერი იქცა ჩვეულებრივად. ქარი ხებს ანგრევს, ქარი დედას იტყნავს. ბუჩქი ხმას არ იღებს, ანდა ბუჩქებს ვინ ტყნავს. ეხეთქება ბოძებს წვიმა, მოთქრიალებს ნიაღვარი, ცა შეიკრა შავი ფერით, ისევ დედას იტყნავს ქარი. ბასუყოლებს ქუხილს ელვა, მოიღუშა მხეცი თუ არა შეანელა წვიმა მდენა, წვიმა ხომ არ ჩაისვარე? ქარმა წვიმას პირში მისცა, ხესიშვილებს ქარი შხალი, ეხეთქება ბოძებს წვიმა, არსად არჩას სითბოს კვალი. ქარი ისევ ხეებს აგრევს, ქარი ისევ დედას იტყნავს, ბუჩქი ისევ ხმას არ იღებს, ანდა ბუჩქებს ისევ ვინ ტყნავს. ჩვეულებად იქცა ეს ყველაფერი.